Rasakete, bicho! Rasakete, bicho! გუშინ მელიქიშვილის გამზირზე კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქციის დროს ქართული ოცნების პარტაქტივსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. კახაკალაძის შტაბინიდან გამოსული ქართული ოცნების მხარდამჭერები აქციაზე მისულ მოქალაქეებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირებების დროს დაშავდნენ ჟურნალისტები. ქართული ოცნების მხარდამჭერებმა პუბლიკას ორ ჟურნალისტ ტელეფონი წართვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კახაკალაძის შტაბინასთან ასევე უნგრელი ჟურნალისტი ლასლო მეზეში სცემეს და მასაც ტელეფონი წართვეს. ოცნების მხარდამჭერები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ქალებს, ისროდნენ ბოთლებს, რომელიც ერთ-ერთ პოლიციელსაც მოხვდა. პოლიცია ადგილზე დაპირისპირებების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას ოცნების პარტაქტივიდან არავინ დაუკავებია, მეტიც ქართულმა ოცნებამ აქციაზე დაშავებულ აქტივისტებს სასამართლოში უჩივლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს. მელიქიშვილის გამზირზე კახაკალაძის შტაბთან გუშინ მომხდარ დაპირისპირებას პოლიტიკოსები აფასებენ. მიზანმიმართული პროვოკაცია და ამას აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა, იმიტომ რომ ის არსებული 30 აკაცუკი არავის არ აინტერესებს. არც მათი ჩხივილი, ხავილი არავის არ აინტერესებს. ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც არიან მოძალადეები. გუშინ პოლიციელებსაც უსწორდებოდნენ, მოხვდათ წყლის ბოთლები პოლიციელებს აგინებდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, არავინ არ არის. როგორ კადრები არ გინახავ, შემიძლია გაჩვენოთ. ხო იძახდით, რომ მუნდირს ვიცავდით, პოლიციელების მუნდირს ვიცავთო. მაინტერესებს მე ამაღლობელი რის გამო ზის ციხეში იცით? შეუვარდა ბატონო 30 აკაცუკი მივიდა საარჩევნო შტაბთან. რა უნდათ ამ ადამიანებს საარჩევნო შტაბთან. თუ შტაბი მივიდა ამ ადამიანებს. მოჩვენეთ, ადრე ნახეთ როგორ იწყება დაპირისპირება. თქვენი მხარდამჭერები ფიზიკურად უსწორდებენ. რატომ ვერ ბედავთ ნახოთ ეს კადრები? ეს უკვე დაწყებულია დაპირისპირება. ბატონო ხადა უკვე ხალები ცემეს თქვენ ხალებს ატხედა. ასეთი არა ხალი. ხალი არ არის ახლა. არ ვიცი რაღაც სხვა ჯიშია. ხალი არ არის. სად არის ხალი? აბა მითხარით, ერთ მაჩვენეთ რომელია ხალი. ხალები არ არიან. ანახეთ ერთი ადამიანი რომელია ხალი. სამოციეთ მარტო თქვენ უნდა ისაუბრო. არა, მანახეთ დამეც არა. დამეცი ამ ყველაფერზე. ბატონო კახა, ჟურნალისტები რომ დაასისხლიანეთ, არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს იდენტიფიცირებული. კატეგორიულად მიუღებელია საარჩევნო შტაბთან, როდესაც მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, რამდენიმე ცალი აკაცუკი მოვიდეს და შეურაცხყოფა მიაყენოს იქ მომუშავე ადამიანს. კაც გაჩვენებ და არ ნახულობ თქვენ მატიტუშკებმა დაიწყეს. ბატონო კახა, მათ შორის თქვენ სიაშიც არიან ეს ადამიანები და პასუხისგებაში არ უნდა მიეცნენ დაასისხლიანეს მოქალაქეები. სინდისის პატიმრები რის გამო შედან იცით ციხეში? იცით რის გამო შედან ციხეში? თქვენი მხარდამჭერები, როდესაც მოვიდნენ და დაიწყეს შესაბამისი სიმღერა, მიიღეს შესაბამისი პასუხი, აბიდან გამოსულმა ადამიანებმა გამოხატეს რეაქცია გინებაზე, შეურაცხყოფაზე და იმ საზიზღრობებზე, რაცაც საუბრობთ. ხალების ცემა მოგეწონათ. ხალების ცემა შესაბამისი. ხალების ცემა. როგორ შეიძლება ეხლა ქალის ცემა მომეწონათ? რატომ არ დაესაჯეთ? ან კაცის ცემა რატომ არ არიან? ეხლა დისკრინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან კარგად იცის, ვინ უნდა დააკავოს. რატომ არ არიან დასჯილები მოძალადეები? პოლიციელებსაც გაუსწორდნენ. რეაგირებას მოახდენს. პოლიციელებსაც გაუსწორდნენ და შესაბამისი რეაგირება ვერ ვნახეთ. სამწუხარო ინციდენტი იყო, თუმცა ყველა ხედავს, რომ ეს არის მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც გარედან იმართება იმ ფაშისტების და ნაცტიტუშკების მეშვეობით, რომლებიც იკრიბებიან ყოველ დღე ფაქტობრივად უკვე შტაბთან და აწყობენ მიზანმიმართულ პროვოკაციას და ნუ ეხლა ყველა თვითონ ხედავს შენი მოქალაქეები, თუ როგორი სიტყვებით ილანძღებიან და რა თქმა უნდა, ნუ ძალიან რთული არის გააკონტროლოს შტაბში მყოფი ადამიანები.
ადამიანები, ვინაიდან ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, ყველა თაობის ადამიანი იმყოფება აქ, გოგოებიც, ბიჭებიც, კაცებიც, ქალებიც და შესაბამისად, რა თქმა უნდა, როდესაც უკვე შენ ღირსებას ეხებიან და ესეთი სიტყვებით ილანძღებიან, ძალიან რთულია ამ ხალხის გაკონტროლება. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის ნამდვილი სახე. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული საზოგადოება უნდა იყოს ერთმუშტად შეკრული იმისათვის, რომ ეს ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, რაც შეიძლება სწრაფად შვიდობიანად ხელისუფლებას და სახელმწიფო ბერკეტებს ჩამოვაცილოთ. მან გამოიყენა ამ საზოგადოების ნალექი იმისთვის, რომ გამოყაროს ქალაქის ცენტრში და მშვიდობიან მომიტინგეებზე დაგეშოს. ამით შექმნას იმიტაცია, რომ რაიმე სამოქალაქო დაპირისპირება, სინამდვილე შარევთარ სამოქალაქო დაპირისპირება არ არის. რამოდენიმე ტვინგაყინული ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ძალიან მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ უთხრეს ფასს, როგორც ჩვეულებრივ ქუჩის ძაღლებს და მიუქციეს მომიტინგეებს. და ფაქტიურად ეს იყო ქართული ოცნების ნამდვილი სახე. ანუ ის ადამიანები, ვინც წინა პლანზე იყვნენ გამოსულები და ვინც ძალადობდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე იმისთვის, რომ მათ თავისუფალი და განსხვავებული აზრი გამოხატეს ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე, ამის გამო ჩვენ ხედავდით ქართული ოცნების ნამდვილ სახეს, იმ ყველაფერს, რაზეც დგას დღესდღეობით ქართული ოცნების რეჟიმი და ეს არის ძალადობა. გუშინ ღამით მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება შალვა პაპუაშვილი, რომელიც გერმანიის ელჩის მხრიდან მორიგ დარღვევებზე საუბრობს. გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი ტიტუშკები დღეს უკვე მესამედ ფაშისტური შეწახილებით თავს დაესხნენ ქართული ოცნების თბილისის შტაბს საარჩევნო კამპანიის დროს უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან ექსტრემისტების მხარდაჭერა და ძალადობის არ დაგმობა ვენის კონვენციის დარღვევით არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია, წერს შალვა პაპუაშვილი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისში მელიქიშვილის გამზირზე 8 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სახეზეა კრიმინალური მეთოდების და ფიზიკური ძალადობის გამოყენება. ორგანიზაციის შეფასებით ქართული ოცნების მხარდამჭერებმა მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა განახორციელეს, ხოლო პოლიციამ არ უზრუნველყო ინციდენტზე ეფექტიანი რეაგირება და მოძალადეების დაკავება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა. არჩევნებისთვის ემზადებიან ქართულ ოცნებასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიაში. ოპოზიციის ნაწილი 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. მეკატივი დაინტერესდა თუ როგორ აფასებენ მოქალაქეები ქუთაისში წინა საარჩევნო გარემოს და როგორია მათი მოლოდინი. მე რა მგონია, იცი, ჩვენ ხალხს გვაშხუბებენ მაგენიგა. მაგენი კარგად არიან ძალიან ერთმანეთში. ეს ასე უნდა მოხდეს, შეთანხმებული არიან. მარტო მაგენი კი არა, აი ზევიდან არიან შეთანხმებული ეგრით. და მე ახლა მაგისტრის ხო მე ვაწეხო თავი. მე რამდენჯერ მივედი ყოველთვის ამეხმარეს. მადლობელი ვარ პირიქით. შაობით არავინ არ იკლავს სავსა, ბევრი იმ ხელისუფლებაში გაკეთდა ძალიან ბევრი რამება. ავიც დენი არ ხონდა წყალი აგეცხოვრობს პოლისი. წყალს იკავდი ეზოდან. შუქი კერძო იყო სულმავარს ხონდა ეგ ვინმისა სულმავარს. ასეთი პერიოდი იყო და ბევრი რამები იმართმაც გააკეთა და ასე რომ სულს ვერ ვიტყვი, ვერც იმგენზე და ვერც ამგენზე, რა ვქნა. რო ხონდეთ არ უნდა გამოვიცავდე, შულო მოიყოთ. იმიტომ რაც მეტი ოპოზიციური პარტია იქნება, პარლამენტში მით უკეთესია. მაგრამ იმისთვის კი არა, რომ სკამებზე იჩხუბოთ და ისდაოთ. ხალხის აკეთილდღეოთ რაღაც პრობლემები. რო ახალს ის მიიტანონ პარლამენტში და იქედან ის მოხდეს განხილვა, ხო? ესენი გასაკეთები. არაფერს. ერთი ჩოვი და დავიდარებ. უნდა შესულიყო პარლამენტში და ხელფას რატოგებული. ის ისაზრებს. მე ახლა ახალგაზრდა ვიყო და მუშაობდი. 4-5 თვე არ მუშაობს, და ხელფას უნდა მივიღო. ის ხო ჩვენი გადახდელი ფულია. რატო აქცემებ თვითონ მათ მომხრეებს პატივს? ეს ხო ხალხის ამუშა დაგდება. რით დაამტკიცეს, რომ არ ლეგიტიმურია ის მთავრობა და არჩევნები გაყავდა. ერთი დამოუკიდებლობის საბუთი დადესადმე. ან თვითონ საქართველოში, ან ევროკავშირში, ან სადაც კი დადნიან. დაეხეტებიან ბოდიში ამ სიტყვაზე. საქართველოს და ქალფელი ხალხის საცენაურობადია. რამე დასაბუთება აქ ერთი რაღაც მაგალითი მოიყვანე.
ასკვი არ ეთანხმები 1,200,000 ადამიანმა მძახმა, ხო? როგორ შეაფასებთ ქართული ოცნების მუშაობას ქუთაისში? რადგან ქუთაისში ვიმყოფებით 12 წლის განმავლობაში როგორია თქვენი შეფასება? მე მაგალითად დადებითად შევაფასებ რა. კი ახლა არის რაღაც ხარვეზები არის, რაღაც პრობლემები არის, მაგრამ ეს პრობლემები ყოველთვის იყო, იქნება და იქნება სამარადი, იმიტომ ყველაფერს ერთი ხელის მოსით ყველაფერი არ გაკეთებ. კი ახლა პენსიონერი ვარ, რა, ამ ხიზღაცი ვარ, მეცადა ვარ, ყაუვილი ვარ, უკაუვილი ვარ, ამ თარობის ის, რომ 60 წლის მუშაობის სტაჟი მაქვს და მეც იგივე პენსია უნდა მქონდეს და ვისაც 1 საათი არ უმუშავია. ეს არის უსამართლობა ესაა, მაგრამ აი ეს 15 მილიონი ლარი და არის გაკეთებული ეს ვერ გავი. აი ამაში რაცა 15 მილიონი რაში დაიხარჯა ეს არ ვიცი. არც ერთისთვის გიждები და არც მეორესთვის. ჩვენთვის პირადად ვერ შევნიშნე მე რომ ვინმე ხალხზე ზრუნავდეს. ამდენი წლისა ვარ, ახლა 54 წელი ვიმუშავე. რაღაცა განსხვავება არ უნდა იყოს ჩემსა და იმას შორის, ვისაც არ უმუშავია საერთოდ. ერთნაირი პენსია უნდა გქონდეს ყველას. აი ვიღაცას ასეთი კითხვა არ დაება და რაღაცით მაინც იყოს ცოტა სხვაობა. ამიტომ მე შორს ვარ მაგენისგან. ღმერთმა ჩვენი ქვეყანა დალოცოს და როგორმე ძალიან განვიცდი იმას, რომ იცლება საქართველო ნელ-ნელა. და ბოლოს ქართველები გადიან ქვეყნიდან. ფული დამოკიდებულება თუნდაც ნაციონალებს და ოპოზიციას თუ მაგეს ქვეყანა უყვარს ორივე ქვეყანაზე უნდა ზრუნავდეს, ხო? ორივე საქართველოს აღორძინებაზე უნდა ზრუნავდეს. ერთმანეთში მტრობას უნდებიან და კიშპობას. რა არის ეს? რა არის? აი იყოს ის პარტია, მაგრამ ყველას ერთნაირი აზრი უნდა ქონდეს და ყველასთვის ძირითადი მიზანი უნდა იყოს სახელმწიფოს აღორძინება და არა საკუთარი ჯიბების გასხელება და იმ ხელფასები რომ დაინიშნენ თვითონ და საწოდავი ხალხი 450 ლარად დაიწყო. ეს არის სწორი? არ არის. არჩევნები იმიტომ არის ქვეყანაში, რომ უნდა მიიღონ მონაწილეობა. ესე წარმართულ იყოს ეს არჩევნები და ეს ჩვენი ქვეყნის ბედი გადაწყვეტილ იყოს სალკი სასიკეთო და გვიხაროთ, რომ ჩვენ ცხოვრობთ საქართველოში და ვარ ქართველი რა. 12 წელია ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში. რა შეგვიძლია გითხრათ, როგორ შეაფასებთ მათ მუშაობას ქუთაისში, რადგან ჩვენ ახლა ქუთაისში. მე შევაფასებ უარყოფით და ჩვილო. ძალიან უარყოფით და შევაფასებ. მე რასაც უყურებ ახლა. აი 15 მილიონი დაიხარჯაო და პირველად მოვედი ახლა ამ პარკში. არ გამოდივარ სახლიდან. ხო და რა მე ვერ ვხედავ ცნობას და იქნებ გამაგებიოთ. ძირადღეო სურვების თხრით მოვკვდი ყოველ დღეს. ეზოში და მე ვირჩევ ის სურვების დარგად უნდა და მე რა ვიცი დამანახეთ რა თუ არის უკეთესობა. დარგული მაგ. ხო, თორიერეთი შვილო და აპირებები იყო რომ ქუთაისში აყვავებული უნდა იყოს და ისე აყვავდა. ვინაც მაგი წარმოთქვა პირველი რა. ეს ორი პარტია არც ერთი არ მომწონს ახლა მე რო გითხრა ესენი ახარია და არც ლელო, მაგრამ სწორად იქცევიან. იმიტომ რომ პოლიტიკური პარტია თუ არჩევნებში არღებულობ მონაწილეობას, აბა რისი პოლიტიკური პარტია ხარ? ეს რთულად ჩატარდება, ისე ჩატარდება, თუ ასე ჩატარდება, პოლიტიკურმა პარტიამ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები და ერთ-ერთი გვირგვინი ამისი არჩევნები. და ვინც არღებულობს რა როგორ უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში გასამხედროებული პარტიებია თუ როგორ გინდათ აი ეს არის და ახლა ამას ებრძვიან რატომ მონაწილეობთო ასე მონაწილეობთ ესე მონაწილეობთ მე ვამართლებ იმ ორ პარტიას და არის კიდე გირჩი და კიდე პატარები ვიღაცები პოლიტიკურმა პარტიამ მიუხედავად ყველაფრისა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს თორე ის არ არის პოლიტიკური პარტია აი ამის თქვა მინდა. ნახოთ ახლა რა იქნება. ახლა საუბრობენ რომ ეუთო ოდირი მოიწვიესო. ნუ ესეც მოიწვიონ და თუ არ იქნებიან ტენდენციურები, არ იქნებიან მართალი კარგია. თორე როგორც უნდა ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება. მომეწონა თბილისში კახიკალაძის პრეზენტაცია. განვლილი 4 წელზე თქვა მოკლედ და მომავალი 4 წელი რას გააკეთებს? ზეპირად ისაუბრა ამგაცვა 5 სექტორად გაერთიანა ეს გასაკეთებელი სამუშაოები და მე უთხარი აქ ვიღაცებს რომ მე არ ვიცნობ ახლა ერემეიშვილს ძალიან კარგი იქნება რომ ქუთაისშიც თუ ჩაატარებს აი ასეთ პრეზენტაციას
და მომავალ 4 წელიწადში რისი გაკეთება შეუძლია. ქუთაისის მერობისთვის 3 კანდიდატი დარეგისტრირდა. ქუთაისის 59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლარიაშვილის ინფორმაციით, ესენი არიან ქართული ოცნებიდან დავით ერემეიშვილი, რომელიც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელია, კახარია საქართველოსთვის პარტიიდან პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი და კონფლიქტოლოგია და გიორგი ამაღლობელი, რომელიც პარტია საქართველოს წარმომადგენელია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადა დასრულდა. არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ოპოზიციური პარტიების ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ქუთაისის მერის მოადგილის პოსტი დატოვა იუზა უგულავამ. როგორც ქუთაისის მერის პრესამსახურში აცხადებენ, იუზა უგულავამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. იუზა უგულავა მერის მოადგილე იყო, შესაბამისად ადგილი ვაკანტური რჩება, ვინ დაიკავებს მის ადგილს ამ დროისათვის უცნობია. იუზა უგულავა ქუთაისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა. გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყით-სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში იმერეთში, ატჭარასა და სამწყე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 7 ფაქტი გამოავლინეს. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარისაგან დამზადებული დაახლოებით 40 ერთეული მრგვალი ხე-ტყე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი დოკუმენტაცია შეადგინეს და სათანადო რეაგირება მოახდინეს. საქართველოდან უცხო ქვეყნის 18 მოქალაქე გააძევეს. ქვეყნიდან გაძევებული არიან ირანის, ჩინეთის, რუსეთის, ნიგერიის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, ბელარუსის, თურქეთის, ინდოეთის, პაკისტანისა და უზბეკეთის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.